მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობთ, მე ვარ კატო. და ეხლა მინდა რომ დავაანონსო, რა თქმა უნდა, ისევ კახეთი, ისევ ყვარელი. ვიცი რომ ძალიან ბევრი ყვარლელი უყურებს ჩემს ვიდეოებს, გაშლებთან დაკავშირებით და ესეთი რაღაც მინდა ვთქვა. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია რომ პირადად შემხვდეს და მიიღოს დიაგნოსტიკა. ასე რომ ყვარლელებო შემიხმიანეთ, აქ ვარ, მხოლოდ და მხოლოდ დღეს. ასე რომ დიდი სალამი თქვენ ჩემგან. ისევ საოცარ ადგილას, ყვარლის ტბაზე. ძალიან სიწყნარე, სიმშვიდე. არ ვიცი, მე რო რეკომენდაციას უწევ ყვარელს, მე მგონი ესეთ პროპაგანდა არავის არ აქვს ყვარელთან დაკავშირებით. ეხლა კი მინდა გავაკეთო გაშლა ამ საოცარი ადგილიდან, აი ამ სიმშვიდედან, სადაც ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. გავაკეთოთ გაშლა პარტნიორულ ურთიერთობაზე და ვნახოთ რა დაგველაპარაკება პარტნიორი, ხო? ანუ რა გეგმები აქვს, ან საერთოდ რა უნდა. მოდით ვნახოთ. ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ ეხლა? ვინ არის ეს ადამიანი, ვინც მოვიდა? ეს არის ადამიანი, რომელიც ესე ვიტყოდი, რომ ძალიან ემოციური ადამიანი არის ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უბრალოდ ეს არის ადამიანი, შეიძლება ითქვას ძალიან პასუხისმგებლიანი. ნახეთ, ადამიანი თავის ქმედებებზე ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს კონკრეტულად, აი ნახეთ როგორ ქმედებებთან მიმართებაში, როგორ არის იცით ამ ადამიანის მომენტი, განსაზღვროს, გაანალიზოს თავისთვის რაც არის მნიშვნელოვანი გამოიტანოს და ესე იმოქმედოს, ხო? თუმცა ძალიან ისეთი ცოტა ემოციური, ლაღი ადამიანი ჩანს, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება რაღაცა პრობლემების წინაშე იდგას და პრობლემების წინაშე იდგას, ნახეთ, კიდევ ერთი რა მომენტია, ზოგადად არ მინდა ხოლმე სამკუთხედი სიტუაცია, მაგრამ აქ შესაძლებელია, რომ ადამიანს რაღაც ესეთი პასუხისმგებლობები ჰქონდეს, როდესაც, ოჯახი ყავს, სჭირდება ემოციები, სჭირდება რაღაცა, ასე ვთქვათ, გვერდზე გახედვა, შეიძლება ესე ვთქვათ, მაგრამ ხვდება, რომ ეს არ შეიძლება, ეს არ გამოვა და რაღაცნაირად ცოტა ისეთ უხასიათო მდგომარეობაში ვარდება ხოლმე, ხო? მოდით კიდევ ვინ არის ეს ადამიანი, რას გვეტყვის თავის თავზე. ხო, ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი არის დაოჯახებული ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობები ნამდვილად აქვს და შეიძლება აყოლილია ეხა რაღაცა ემოციებს, აყოლილია რაღაცა გრძნობებს, აყოლილია რაღაცა გაზაფხულივით, ესე რომ ვთქვათ, გამოანათა მის ცხოვრებაში რაღაცა მომენტებმა, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით და ეხლა არის ცოტა ისეთ გაურკვეველ სიტუაციაში, იმისთვის რომ ანუ პასუხისმგებლობები და ურთიერთობები, ცალკე ურთიერთობები ცოტა რთული არის, შეიძლება ითქვას ამ ადამიანისთვის, ესე ვთქვათ, დაბალანსება, ხო, ორ ფრონტზე და ორ სკამზე ერთად იჯდეს, არ გამოსდის. კარგით. მოდით ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ, უფრო კონკრეტულად ვისთვის არის გაშლა, რომ მივხვდეთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. აი თქვენს გაურკვევლობაში ხართ, ესე რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ სურვილი ამ ადამიანთან ურთიერთობის, თქვენ გაქვთ სურვილი ამ ადამიანის ემოციების მიღების, თქვენ გაქვთ შეხვედრის მომენტი, ხო, რაღაცა სიამოვნებთ, შეიძლება ითქვას ამ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ იცით რომ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ჩიხში ხართ შესული, იმიტომ რომ როგორც ჩანს ნამდვილად თქვენ იცით რომ ამ ადამიანს აქვს რაღაცა პასუხისმგებლობები და ნახეთ, შრომობთ და ცდილობთ იმასთან მიმართებაში, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა ძალიან არ იყოს მიჯაჭვული ამ ადამიანთან, ხო, არ იყოს რაღაცა ისეთი მომენტი, როდესაც მე გაუსაძლისი ხდება, ხო, ანუ ნახეთ, შევდივართ ურთიერთობაში, თუმცა ვიცით რა ხდება ამ ურთიერთობაში, რა დგას ამ ურთიერთობის უკან და შესაბამისად ცოტა რთულია, ხო? და ვიცით რომ ამ სიტუაციაში
მარტივი გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნება, ამიტომ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად კი სიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ ხوارჯობია თქვათ ვაკონტროლო საკუთარი თავი, მივიღო გადაწყვეტილება იმასთან მიმართებაში, რომ აი ადამიანი არ შევიყვარო ბოლომდე, ხო, თქვათ ადამიანს არ მივეჯაჭვო ბოლომდე, ხო, ხა არ შეყვარება, ცოტა ისეთი მომენტია, არ მივეჯაჭვო, ხო, რაღაცა მის გარეშე რო ვერ ვისუნთქო, ესე არ ვიყო, რაღაცა თითქოს ვცდილობთ რომ აკონტროლოთ სიტუაციები და ამაზე ძალიან ისე ბევრს ვფიქრობთ და მუშაობთ. კარგით, ნახოთ რა ხდება ახლა თქვენ შორის, რა ხდება თქვენ შორის. ხალხი გადის. შეშინებულები არიან მამაკაცები, მე მგონი. ესეთი შეშინებულმა გაიარა. კარგით. მოკლედ. ახლა ვნახოთ რა ხდება თქვენ შორის. თქვენ შორის ხო, აი სამკუთხედის მდგომარეობა ტკივილი არის, შეიძლება აქ უკვე ადამიანები ფიქრობთ, რომ ვინ ანუ ჩაიკეტოთ ერთმანეთისგან, რაღაცა გახვიდეთ ურთიერთობიდან, რაღაცნაირად მოატრიალოთ სიტუაცია, აი ნახეთ როგორი მომენტი რა ხდება თქვენ შორის, აქ არის გულის ტკივილი ერთის მხრივ, მაგრამ ვეგუებით ამ გულის ტკივილს, ვეგუებით რატო? იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ ნუ როგორც ჩანს სამკუთხედისთვის არის ეს გაშლა, ვიცით რომ ამ ადამიანს ყავს და აქვს რაღაცა პასუხისმგებლობების მომენტი, აქედან გამომდინარე ვიცით რომ ჩვენ არ გამოგვივა ისეთი ურთიერთობა და ვერ შევძლებთ ფიზიკურად ჩავდგეთ ამ ურთიერთობის შორის, ამიტომ რაღაცნაირად ვეგუებით ამ ყველაფერს და ვცდილობთ ანუ ვცდილობთ გავიდეთ ხო ერთმანეთისგან. შეიძლება ამ ეტაპზე ის მომენტიც იყოს, რომ აი უბრალოდ ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან, ან თქვენ გამოხვედით ურთიერთობიდან, აი ამ წუთას გაქვს ის მომენტი, როდესაც კონკრეტულად ერთმანეთს მოდი ცოტა ხანი არ შევხვდეთ, ხო? რაღაცა გადავანალიზოთ, გავაანალიზოთ, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რა ხდება, ხო? რა არის ეს ყველაფერი, რას მოგვიტანს ეს ურთიერთობა, თუნდაც, ხო? რაღაცა ეს მომენტები აშკარად აქ ისახება. კარგით, ნახოთ აბა. რას ფიქრობს ეს კონკრეტული ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რას ფიქრობს? არის ის გაურკვევლობაში არის, ცოტა ილუზიური მომენტი აქვს. ნახეთ, ილუზიური მომენტი რასთან დაკავშირებით, იცით რომ შეიძლება ვთქვათ რაღაცა ჩუმად, შეიძლება რაღაცა დაფარულად იყოს ურთიერთობა, მიიღოს ენერგიები, მიიღოს სითბო, მიიღოს რაღაცა თქვენგანის ემოციები, რომელიც სჭირდება, ხო? და თქვენც რაღაცნაირად მისცეთ ამ ადამიანს, ხო? რატომღაც ეს ადამიანი რას ფიქრობს? არ იცის როგორ მოიქცეს, მაგრამ მაინც აქვს იმის იმედი და ილუზია, რომ შეძლებს ამ ყველაფრის მიღებას მაინც, ხო? თავისი ენერგიის, იმ ენერგიის შეიძლება აქ რატომღაც უფრო ისე მიჩანს, რომ თითქოს თქვენ გახვედით ურთიერთობა, თითქოს თქვენ დააყენეთ საკითხი, რომ აღარ გინდათ, რომ ესე არ გამოვა, ხო, რაღაც მომენტი, რატომღაც ესე უფრო მიჩანს და აქ როგორი მომენტია, იცით, რომ ადამიანი თვლის და ფიქრობს იმას, რომ მაინც შესაძლებელია თუნდაც აი რაღაცა დროებითი ემოციები მიიღოს, ხო, ამ ურთიერთობიდან. მოდით, ადამიანი რას ფიქრობს თქვენს, ანუ უბრალოდ ადამიანს რა უნდა კონკრეტულად თქვენგან, აი თქვენგან რა უნდა, ეს ნახოთ. რა სურს თქვენგან? რომ მივხედავთ იმისა, რომ ეს ადამიანი არის პასუხისმგებლობებით, ეს ადამიანი არის დაოჯახებული, ამ ადამიანს უნდა რომ თქვენ გადადგათ მისკენ ნაბიჯი, რომ არ გახვიდეთ ურთიერთობიდან, რომ არ გქონდეთ ეს ეჭვიანობის მომენტები, არ გქონდეთ რაღაცა ისეთი განცდები, რომ რაღაც სულ გარკვევაში იყოთ. უბრალოდ უნდა რომ მის ხასიათს მოერგოთ, ხო? ანუ მის მდგომარეობას მოერგოთ. ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობა, უნდა, იმიტომ რომ აშკარად ძალიან კარგად გრძნობს თქვენთან თავს და უბრალოდ ცდილობს ეს ადამიანი რომ გითხრათ რომ მას უნდა უბრალოდ კი არ დატოვოთ ეს ადამიანი, არამედ პირიქით მისკენ გადადგათ ნაბიჯი და პირიქით მის ეგოს, მის
სიტუაციას, მის მდგომარეობას მოერგოთ, ხო? რაღაცა ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს. ცოტა უფრო მეტად გონივრულად იყოთ ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, ну კი, ვთქვათ, არის მესამე პირი, მაგრამ რა მოხდა მერე, ანუ ჩვენც ხო შეგვიძლია რაღაც ურთიერთობა გქონდეს, აი რაღაც ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს. მოდით ესე ვიკითხოთ, თვითონ რას გააკეთებს ამ ურთიერთობისთვის? თვითონ რას გააკეთებს ამ ურთიერთობისთვის? სხვათა შორის ამ ურთიერთობისთვის ესე ვთქვათ, ეცდება აქტიურობას, ეცდება რომ ნახეთ როგორ მომენტს ეცდება რომ თავი გაგზნობინოთ რაღაცა ძალიან ემოციურად, თითქოს ოცნებების ასრულება შეუძლია თქვენ, თითქოს იცით როგორი მომენტი აქვს, გააკეთებს იმას, რომ იმდენად შეგაჩვიოთ თავი, იმდენად მიგაჩვიოთ სიტუაციას, ხო, თუ ეხლა გასულია ურთიერთობიდან, ხო, და ან გასული ხართ ურთიერთობიდან და არ ხვდებით. ეს ადამიანი იმოქმედებს, ეს ადამიანი გადმოდგავს რაღაცა დროის განმავლობაში, შეიძლება 1-2 თვე გავიდეს და გადმოდგას ამ ადამიანმა ნაბიჯი, ან რაღაცა უბრალოდ მოსაკითხად. ნახეთ, როდესაც თქვენ დაიწყებთ ამ ადამიანის დავიწყებას, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც მიიღეთ რაღაც გადაწყვეტილება, რომ ამ ტკივილებს უნდა შევეგუო, ხო, და იწყებთ შეგუებას. ეს ადამიანი ყველანაირად ეცდება, რომ ამ სიტუაციას არ შეეგუოთ. უბრალოდ პერიოდულობით გამოჩნდეს, გაქრეს, რაღაცა დრო გაწელოს, არც გასაქანი მოგცეთ იმის, რომ თქვენ გახვიდეთ და დაივიწყოთ და ურთიერთობა ანუ შექმნათ სხვა ურთიერთობაში, სხვა ადამიანთან და არც გასაქანს მოგცემთ, მაგრამ არც ახლოს არ მიგიღებთ, ხო, ძალიან ისე რომ ვთქვათ. და ეცდება, რომ აი რაღაცა გამოანათეთ ჩაქრა, ხო, დღეღამესავით პერიოდულობით იცვლებოდეს, ხო, ახალი მთვარე ძველი მთვარესთან მიმართებაში, ხო. და აქ რაღაცნაირად ადამიანი როგორც ვუყურებ და ვხედავ, ეცდება, რომ თქვენ გადადგათ მისკენ ნაბიჯი, ან თქვენ საბოლოო ჯამში თქვათ, რომ ნუ მიღირს ეს ურთიერთობა და გადადგათ ნაბიჯი იმასთან მიმართებაში, რომ ნუ კაი, მე თანახმა ვარ, ხო, მე ვიმოქმედებ მაშინ, მე გავაკეთებ ამ ყველაფერს, ხო, ანუ რახან ეს შევეგუები იმ ფაქტს, რა ფაქტის წინაშეც ვდგავართ, ხო, შევეგუები იმ სიტუაციას, რა სიტუაციის წინაშეც ვდგავართ, რაღაცა ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს ამ ყველაფერთან მიმართებაში. და მოდით ვნახოთ, რას გირჩევთ სამყარო თქვენ კონკრეტულად, რა რჩევა აქვს თქვენთვის ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით? ტრანსფორმაცია. ნახეთ, სამყარო რას გირჩევთ? გირჩევთ, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე და ნახეთ, ერთხელ თუ გაუშვებთ ამ ადამიანს, აღარ მისცეთ შანსი, ხო? ანუ რაღაცნაირად მისცეთ საკუთარ თავს, განთავისუფლეთ იმ სირთულეებიდან, რა სირთულესაც შემოგიტანთ ეს ურთიერთობა, ხო? თქვენ გაგეხსნებათ გზები, თქვენ გაგეხსნებათ თქვენთვის სასურველი ადამიანი, თქვენ სასურველი პარტნიორი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ისეთი, რომელიც ნამდვილად თქვენია სამყაროსგან და სამყარო გეუბნებათ, რომ ეცადეთ ტრანსფორმაცია გააკეთოთ იმის საკუთარ თავთან იმუშაოთ იმაზე, რომ კი არ ჩაკეტოთ თქვენი გზები, არამედ პირიქით გახსნათ და მისცეთ საკუთარ თავს რაღაცა ბედნიერებისკენ, ხო? განთავისუფლება მისცეთ იმ სიმძიმეებისგან და იმ ტვირთისგან, რომელიც ამ ურთიერთობას შეიძლება მოქონდეს, ხო, თქვენთვის, იმიტომ რომ აქ სამკუთხედი მომენტი არის, როდესაც უბრალოდ ადამიანის ეგოს ცდილობს თავი თვითონ დაიკმაყოფილოს, ხო, და არა თქვენ რა გინდათ და თქვენ როგორ მოგერგოთ ბოლო-ბოლო, ხო, რაღაცა მიდიხართ ამ ხელა რისკზე, როდესაც ადამიანი არის ურთიერთობაში და ნუ მეორე ადამიანად უნდა იყოთ, ხო? და აქ სამყარო გეუბნებათ, რომ აი იმ ტვირთს, რომელიც უნდა ატაროთ, როდესაც საყვარელ ადამიანს ვერ დაურეკავთ, როცა თქვენ მოგინდებათ ბოლო-ბოლო, ხო, უბრალოდ რაღაცა გასაჭირი ყველას გარიდოთ, მაგრამ აი რაღაცა სიტუაცია მოითხოვა ისე, რომ საბურავი დაეშვა, ხო, და რაღაც დახმარება სჭირდება და ვერ დაუკავშირდებით, ძალიან რთულია და ძალიან არასასიამოვნო განცდას და თვით შეფასებაზე ძალიან მოქმედებს. ამიტომ სამყარო გეუბნებათ, რომ გააკეთეთ ტრანსფორმაცია, არ შეგეშინდეთ იმის, რომ
რაღაც დასრულდება ამ ადამიანთან ურთიერთობა, პირიქით მეტი გზები გაიხსნება, მეტი მომენტი გექნებათ იმისთვის, რომ უფრო ბედნიერი, უფრო სასიამოვნო და უფრო ლამაზი ურთიერთობა შექმნათ. მოკლედ აი ესეთ გამოვიდა ეს ჩვენი გაშლა დღეს აქედან. მე კიდევ ერთხელ ვისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, წარმატებას თითოეულ თქვენ საქმეში და როგორც გითხარით, ისევ ყვარელი, ისევ კახეთი, ისევ ყვარელი. წარმატებები და დროებით.